ქსელური მარკეტინგის პროდუქციაზე თავისებური აზრი მაქვს. შეიძლება თვითონ პროდუქცია იყოს კარგი, მაგრამ გაყიდვების და მუშაობის პრინციპი ჩემთვის ცოტა უცნაურია და მე არ მომწონს. როცა რაღაცა გარკვეული თანხის უნდა იყიდო პროდუქცია, რომ მქონდეს რაღაც ფასდაკლება, ეს უნდა იყოს ყოველთვე და ასე შემდეგ. ძალიან ბევრს უგროვდება ეს პროდუქცია, უნდა გაყიდონ. მე ჩემთვის ეს არის მიუღებელი. ძალიან ბევრჯერ მთავაზობდნენ თანამშრომლობას, მე თვითონ ვიყენებდი ჩოგანის პროდუქცია, ზეთები იყო და შიას კარაქი, მაგრამ თვითონ მარკეტინგის ქსელში მე არ ვიყავი ჩართული, არ მიყვარს როცა ძალით გაყიდიებენ პროდუქციას და მე არ იცი სად წაიღო. მანია home life-მა გამომიგზავნა საჩუქრები და მითხრა თუ გინდა გადაიღე ამაზე ვიდეო, თუ გინდა არა, ვიდეოსთვის არ გიგზავნი. მაინტერესებს შენი აზრი, მოგწონს თუ არა. ერთი კვირა უკვე ვტესტავ და ვიფიქრე, იქნებ არიან ქალბატონები, ვისაც უდევს ეს პროდუქტები და არიციან, გამოიყენონ, არ გამოიყენონ, არიციან როგორ გაყიდონ. და ახლა გეტყვით, რა პროდუქტებია და ღირს თუ არა ამის ყიდვა ან გამოყენება. პირველი ეს არის კბილის პასტა, პიტნის არის, ძალიან კარგი ჩვეულებრივი, როგორც გელი, ასეთი კბილის პასტა, ცოტა გამჭვირვალე და პიტნის გემოავს. ასევე ძალიან გამიხარდა ეს არის პირის ღრუს ასეთი სპრეი, რომელიც ახლა მაქვს სულ ჩანთაში. სასიამოვნო პიტნის გემოსტოვებს, შეიძლება გარეთ რამე შევჭამო და საღეჭი რეზინის მაგივრად არაჩვეულებრივია. გამომიგზავნის ბზის გადამცავი და BB კრემი, რომელიც შეიცავს SPF 50-ს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში რა გავაკეთე და დავტესტე ჩემს UV კამერაზე, ნახებთ, რომ აქვს ძალიან კარგი დაფარვა. აი ეს არის Home Life-ის ბზის გადამცავი, რომელსაც დიდი სიამოვნებით გამოვიყენე. რაც შეეხება BB კრემს, აქვს ძალიან ნაზი სტრუქტურა. მე ძალიან მომიხდა, უბრალოდ ეხლა არ მინდა რომ ტონალური წავისვა. ფერიც ზუსტად ჩემია. ძალიან თხელია. რა გითხრათ, გამოიყენოთ თუ არა, თქვენი გადაწყვეტილება, გამოიწეროთ თუ არა, მით უმეტეს, პირადად მე მომეწონა 4-ვე პროდუქტი. ფასები არ ვიცი, იმიტომ ეს იყო საჩუქარი.